პირდაპირ ეთერში. დანუკა გისმენთ. არის თუ არა კოკაინის საქმე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამოძიება მიმდინარეობს. ამ კითხვას ზვიად ქორიძე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ პასუხობს, თუმცა არც უარყოფს და არც ადასტურებს. შეწყალების კომისიის წევრი არ გამორიცხავს, რომ კოკაინის საქმეზე მიიღო მითითებები ალეკო ელისაშვილმა. ამავე თემაზე ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან ისაუბრა ეკა ბესელიამაც. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ საქმეში ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეწყალების კომისიას რამდენჯერმე მიმართეს და ითხოვდნენ, რომ ზაუტაშვილი პოლიტპატიმართა სიაში მოხვედრილიყო, თუმცა კოკაინის საქმეზე დაკავებულები ამ საქმეში ვერ მოხვდნენ. ორი მთავარი აქცია, რაც იმართებოდა ადმინისტრაციასთან. ერთი ეს იყო ლევან მამალაძის შეწყალების მოთხოვნით და მეორე იყო 2010 წელს დაკავებული ადამიანები ზაუტაშვილი, მუსემიანი კოკაინის საქმეზე ნიკოლოზ ბჟავანაძე და მისი ეს ვთქვათ ორგანიზაციის წევრები მართავდნენ აქციას. ამ ორი საქმიდან არის რომელიმე, რომელიც არის მთავარი საქმე. ახლა ჩემგან ამის მითითება ეს გარკვეულწილად მინიშნება კი არ იქნება, თქმა იქნება ყველაფრის. იმიტომ რომ ახლა მიდის საგამოძიებო პროცედურები და არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი დაკითხული, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ნამდვილად ვიცი რომ დაკითხულია და ასევე მაქვს იმედი რომ კიდევ ბევრი დაიკითხება, მათ შორის ის ადამიანებიც, რომელიც სასჯელ ასრულების დაწესებულებაში იმყოფებიან, იმიტომ რომ მათ საქმეებთან დაკავშირებით არის დღეს საუბარი. ბუნებრივია დღეს მე ამაზე მინიშნების გაკეთებაც კი არ მემაჩნია მართებულად, იმიტომ რომ დღეს მიდის გამოძიება საწყის ეტაპზე და ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები აქვს მისაღები გამოძიებას. ეს ორი საქმეც იყო საჩივრების შემოსული, მათ შორის იყო პოლიტპატიმართა საქმეების განხილვის დროსაც შემოსული ეს ორივე საქმე, მაგრამ მაშინ კომისიამ არ მისცა დასტური არც ამ საქმეს, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, მახსოვს და ამიტომ არ იყვნენ ისინი ამ სიაში შეყვანილი, მაგრამ ჩვენ ეს განცხადებები ყველა გადავაგზავნეთ შემდეგ პროკურატურაში. შეიძლება განცხადებები მათ შორის გზავნილია კომისიაში. ანუ ჩვენთან არც ერთი განცხადება რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. კოკაინის საქმეზე 2014 წლის აგვისტოში უფლებადამცველთა გაერთიანების წარმომადგენელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ადმინისტრაციასთან აქცია მოაწყო სათაურით არაშერჩევით შეწყალებას. მთავარი აქცენტი სწორედ კოკაინის საქმეზე 2010 წელს დაკავებულების გათავისუფლება იყო. დღეს ქრონიკა უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რატომ მიიჩნევდა ის ამ საქმეში ბრალდებულებს პოლიტპატიმრებად, თუმცა გაირკვა, რომ ნიკოლოზ მჟავანაძე გამოძიებამ უკვე დაკითხა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თემაზე ჯერ კომენტარს ვერ აკეთებს. ჩვენ ერთ-ერთი ბრალდებულის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატსაც ლალი აფციაურს დაუკავშირდით, რომელიც მანანა კობახიძესთან ერთად იცავდა კოკაინის საქმეზე დაკავებულებს. ადვოკატი ლალი აფციაური გამორიცხავს, რომ დეპუტატს თანხა აიღო. შეწყალებაზე მე ვიცი რომ მათ თვითონ მიმართეს კითხვა მაქვს მე ელემენტარულად ელისაშვილთან შეწყალების კომისიასთან და ბატონ პრეზიდენტთან რატომ არ შეიწყალეს ვინც იცნობს კიდე ერთხელ ვიმეორებ ხალბატონ მანას წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ ხალბატონ მანამ ვიღაცაზე ზეწოლა განახორციელოს მსგავსი თუმცა ელისაშვილი ამბობს რომ რაღაც კონკრეტულ დადოს ეს ფაქტები კი ბატონო დადოს ფაქტები და ნახოთ გამოძიება დაწყებულია მე დამიკავშირდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები და მითხრეს რომ ჩასული იყო გამომძიებელი დაიკითხნენ ისინი მისცეს ჩვენება რა თქმა უნდა უარყოფენ ნებისმიერი თანხის გადახდას ახლა რაც შეეხება თავად ამ საქმეს, მე კოკაინის საქმის დეტალებს გაგახსენებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა 2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში დააკავეს საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი ანასტასია ზაუტაშვილი, მევდულ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. გამოძიების ინფორმაციით საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს სისტემატიურად გზავნიდა ჯარც პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტურჩი დამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად. ამ დრომდე პატიმრობაშია 5-ვე დაკავებული, ყველა მათგანს პატიმრობის ვადა 10 წელზე მეტი აქვს დარჩენილი. რაც შეეხება ნუგზარ ბოჭორიშვილს, მას სამუდამო პატიმრობა აქვს შეფარდებული საქართველოში, თუმცა ის საბერძნეთში ცხოვრობს და ქართველ გამომძიებლებს საბერძნეთმა ბოჭორიშვილი არ გადმოსცა. მადლობა ნანუკა. ნანუკა ხაჯაია გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.